მაწონი არის ცოცხალი ორგანიზმების წყარო და ნებისმიერი ავადმყოფობის დროს, როდესაც ჩვენ მოგცეს რეკომენდაცია, იმიტომ რომ არის მდგომარეობები, როდესაც მაწონი არ უნდა მივირთვათ. დიახ, თუ ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია მის მოხმარებასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება. ჩვენი ურთიერთობა ჩვენს ნაწლავთან ბევრად განსაზღვრავს ჩვენი ავადობის ხარისხსაც და გამოჯამრთელების ხარისხსაც. თქვენ წარმოიდგინეთ გამოჯამრთელების ტემპსაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაგალითად ფილტვების ანთების მკურნალობისას ანტიბიოტიკის ჩართვა გახდა საჭირო. რა აღადგენს იმ წონასწორობას და კეთილგანწყობას, რომელიც ჩვენ უნდა გვაკავშირდებდეს ჩვენი ნაწლავის ბინადარ მიკროორგანიზმებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ჯანმრთელობა აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ ნაწლავი არ არის მოწესრიგებული. აღმოჩნდა, რომ მაწონი შეიძლება იყოს ის უნივერსალური ნაკრები მონაცემებისა ცილის, თქვენ წარმოიდგინეთ თხევადი კომპონენტის, ცხიმში ხსნადის სხვადასხვა ვიტამინის, მათ შორის D ვიტამინის, A ვიტამინის და ძალიან მნიშვნელოვანი კალციუმის და ასეთ შემთხვევაში თანდართული ცოცხალი ორგანიზმები, ჩვენი მეგობარი ბაქტერიები, მათთვის განკუთვნილი საკვები და მათი ცხოველქმედების პროდუქტი ერთბაშად მოხვდება ჩვენს ორგანიზმში.